თუ თქვენ ახლა ცეკვის ხასიათზე ხართ, მინდა გითხრათ, რომ სწორ დროს, სწორ არხზე გადმორთეთ. იმიტომ რომ ჩვენთან სტუმრად არიან ჰიპ-ჰოპერები დაჩი ბუხრაშვილი, ნია ქრივიშვილი და ნინი ბერაძე. Yo! Oba! რა მაგრები მოვიდნენ, ნახეთ რა ლამაზები არიან, ნამდვილი ჰიპ-ჰოპერები. როგორ ხასიათზე ხართ? კარგ ხასიათზე შემოხვედით, მომეწონა უკვე. საიდან ჩამოხვედით? რუსთავიდან. ო რა ყოჩაღები ხართ. ეხლა მითხარით, თქვენ რა სტილს ცეკვავთ? Freestyle. Freestyle. თავისუფლების მოყვარულები არიან, აპლოდისმენტები ადამიანებს. იცი რა არის, ამიხსენით რა, იცი რა, ჰიპ-ჰოპი ძალიან ბევრს, მათ შორის მეც ესეთი რაღაცა მგონია, სხვადასხვა სტილების ერთობლიობა და ჯექსონიც ჰიპ-ჰოპია და ისიც შაკირაც, თუ რა, თუ როგორ არის? სხვადასხვა სტილები არის, მაგალითად აფრო. მაგრამ ეგეც ჰიპ-ჰოპია? დიახ. კი, შედის. კაი, რას მეუბნე, მომიყევით ეგ როგორ არის რა, კიდე რეებია იქ. რავი, dance-hall-ი არის, afro, house-ი. კიდე old school-ი და ბევრი სტილი არის გაერთიანებული. Old school-ი ვინები არიან, ანუ რა ცეკვა არის, ეგ რა არის ეგ? ანუ გრუები არის უფრო. რები? გრუ მულტფილმის პერსონაჟი ვიცი, გრუ. ესე რო ეუნებიან მინიონები. მე ხომ მოხუცი ვარ და old style-ი, მე მგონია რომ მე ვიცი ეგა. შეიძლება მანახოთ ერთი მოძრაობა? ანუ ესე მოძრაობა და რა აქ ანუ. გინდა განახო ძველი სტილი? არის old style-ი? აჰა. ჩვენ old-ებს old style-ი გამოგვდის მარტო. კარგი, რა საქმიანობთ ცეკვის გარდა, სკოლაში დაიარებით თუ აღარ დადიხართ? მე კალათბურთს დავდივარ. მართლა? და ტანვაჯისეც ვართ. უი, რას ლაპარაკობ? ლათინზეც დავდივარ. ლათინურ ცეკვებზე? დიახ. Freestyle-ი მაგონებს თავისუფალ თემას რო წერენ ხოლმე. დიახ. ანუ ყველაფერი რო იცი და შეგიძლია ყონებისმიერ თემა დაწერო, ესე იგი ლათინურის გამო. ქართულზე არ დადიხართ? არა. არა უშავს, ეგ არაფერი, გენეტიკურად ისედაც გაქვთ, მაგის პრობლემა არ არის. ეხლა მითხარით, აი, ხო არ რეპავთ თქვენი თან რაღაცას? ხო არ მე ვრეპავ. მართლა? ვინმე ან beatbox-ი ვინმე რამე ხო არის? დაჩი. მართლა? შეიძლება გვანახო რამე? მიდი დაჩი. შემილი. მიცხე. შენ სერიოზულად beatbox-ით დაკავებული ადამიანი ჩანხარ, ყოჩაღ ძალიან მაგარია. ადრე დაკავებული ვიყავი და ეხლა აღარა ვარ. მე ეხლა მაინც უფრო ცეკვაზე კალათბურთზე ვარ გადატანი. ანუ კალათბურთიც მითხარი, ხო? ანუ რამდენიმე სასწრებენ ბავშვები რა. beatbox-ი, კალათბურთი, freestyle-ი, ანუ შენ ამერიკულ კულტურას აწვევი? არა, შეიძლება ხო, ეგ შეიძლება. რავი, მე მაინც რას რეების მომწონს, მაინც მაგებზე დავდივარ. მაგალითად ჩემი მეგობრები რომ მეუნებიან ამაზე შემოდი და ამაზე შემოდიო, თან რაც არ მიყვარს, მაგაზე არ შევდივარ. მე რა მიყვარს იმაზე დავდივარ ხოლმე მარტო. კარგი, აი ხა მითხარით, ეხა თქვენც მითხარით, თქვენი ამბავი. თქვენ სად დადიხართ? ლათინოები გავიგე. ლათინ და ტანვაჯიში. ტანვარჯიში. მე დავდივარ. ტანვარჯიშსაც დადიხარ? შენც დადიხარ? მე მარტო ცეკვაზე დავდივარ. მაგრამ გამოს. ადრე დავდიოდი მას. ესენი არიან კარგით, ერთხელაც ვინა ვარ მე? მას. აი, როგორ მესა პირველად ცხოვრებაში დამიძახეს მას. დამიკარით ტაში. მე ვიცი რომ თქვენ ცოტა ხნის წინ, სულ ცოტა ხნის წინ ვიცი რომ ევროპის ჩემპიონები გახდით. მომიყევით რა, სად მოხდა ეგ ამბავი, რა ხდებოდა? საბერძნეთში მოხდა, ქალაქში სალონიკი იყო. ჩვენმა მასწავლებელმა ჩაუგდო ჩვენი ცეკვის ვიდეო და აგვიჩიეს და საბერძნეთში ვიყავით წასული 5 დღით და იქ ანუ გასტროლი გქონდათ იქა. პირველ ადგილზე გავედით, მასტერკლასებიც იყო, 25 მასტერკლასი იყო. მასტერკლასი, ანუ ვინმე გიტარებდა თუ თქვენ უტარებდით უკვე ვიღაცე? ვიღაცები ცეკვავდნენ და ჩვენმა გვემეორებინა და გვესწავლა ეგ ცეკვა. ანუ უფროსებიც იყვნენ, დიდები იყვნენ, აუ ისინი ესე იგი ისინი მაგრად ცეკვავდნენ? დიახ. კარგები იყვნენ ისინი? სადაურები იყვნენ? სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსული ქართველებიც იყვნენ. იყვნენ ქართველებიც? კი. ძალიან მაგარია და თქვენ ევროპის ჩემპიონები გახდით? დი. ნახე, ვინ გახდნენ ევროპის ჩემპიონები? და გასტროლებზე სადმე ხართ ნამყოფი უკვე? კი. სადა? ბათუმშიც ვართ ნამყოფი და ერევანშიც ნამყოფი ვართ. ერევანი. აი ერევანში წასვლაზე მომიყევით, ეთი რა ხდებოდა იქა? ბეთლი იყო და იქაც მოვიგეთ. რა იყო იქა? ბეთლი. და ისევ ჯუჯები.
რამე ისტორიები გააქვთ იქაური? იქაური? მე არ ვიცი. რამე უცხოეთში? კი, გვაქვს. მოყვები? ანუ იქ რომ მივდიოდით ნერვიულობდი, იმიტომ რომ მშობლების გარშე პირველად მივდიოდი რა და ძალიან მეშინოდა და მეგონა რომ ანუ ეს ერევანში რომ მიდიოდით. ხო. და მე ანუ პირიქით მე მომიწია რა ერთი ბავშვის მოვლა და ანუ ძალიან მომეწონა այդ მომენტი რა, იმიტომ რომ ჩემი თავი გამოვცადე მაგ დროს. აი, ხედავ, თვითონ კი არის ნერვიულა და შეეშინდა სხვა ვინც უფრო მეტად ნერვიულობდა, ის დაამშვიდა და იმას მოუარა. ყოჩაღი გოგო ხარ ძალიან, მინდა გითხრა. აი, ვინ არის თქვენი ისეთ არსებობს ჯგუფი ქვია, ამას არ ვიცი, ვინ არის ისეთი ჯგუფი, რომელიც თქვენ ძალიან მოგწონთ და აი, იტყოდით რომ ან მოცეკვავე, რომელიც აი ძალიან მოგწონთ და იტყოდით რომ აი ესე თუ ვიცეკვებდი ძალიან მაგარი ვიქნებოდი. ჩვენი მასწავლებლები, ჩვენი ჯგუფი მოზაიკა. თქვენი ჯგუფი მოზაიკა, აპლოდისმენტები და თქვენი პედაგოგი, ხო? სხვა აბსოლუტურად არავინ არ გვაინტერესებს, ჩვენც მშვენივრად ცეკვავთ ევროპის ჩემპიონებიც მხდებით ბატონო და ყველაფერიც ძალიან მაგრად იქნება, არა? დიახ. მოკლედ, რისი თქმა მინდა, თუ თქვენ ჯერ კიდევ არ დარწმუნებულ ხართ, რომ გინდათ ჰიპ-ჰოპზე სიარული, ამაში აუცილებლად დაგარწმუნებენ დღევანდელი ჩვენი სტუმრები, ხო მართალია? დიახ. და ამისათვის ახლა ჩვენ უნდა მოვაწყოთ ამათ ენაზე ასეთი სიტყვა არსებობს battle, ანუ ნამდვილი ბეთლი უნდა მოვაწყოთ ახლა და ამისათვის ჩვენ მინდა გითხრათ რომ სცენაზე კიდევ ერთ ადამიანს უნდა მოუხმოთ, ვისაც ქვია ნეი. სალამი. მაური, მეტი ხმაური გამაგონე რა. როგორც გავიგე, სიტყვა ბეთლი იყო აქ ნახსენები, ხო? და ემზადებიან ბავშვები ბეთლისთვის, მაგრამ ერთ რაღაცას გეტყვით, ბეთლი მაყურებლის გარეშე არის არაფერი, ამიტომ მინდა რომ აუდიტორია მოვიწიოს სცენაზე, თუ არის ამის საშუალება. რა თქმა უნდა, აბა როგორ? მინდა რომ აუდიტორია ამოვიდეს სცენაზე. Let's go. წავიდეთ. მზად ხართ ბეთლისთვის? კარგი, მაშინ გამოვაცხადებ მონაწილეებს. პირველი მონაწილე, ნინი ბერაძე, ხმაური შევქნათ მეგობრებო. Let's go. მეორე მონაწილე, დაჩი ბუხრაშვილი, გავამხნეოთ. და მესამე მონაწილე, ნია ქრივიშვილი. Let's go. მზად ხართ ბავშვებო? არ დაგავიწყდეთ ბეთლში, დანდობა არ არსებობს. DJ, მუსიკა, let's go. Let's go, let's go, let's go. Woo! Let's go, let's go, let's go. Hey, hey. Sami, Ori, Erti, Dachi, let's go. Let's go, let's go, let's go. Let's go, let's go, hey. Woo! Nice, nice. Yes, yes, let's go. Okay, Sami, Ori, მოგვეწონა, შევქნათ ხმაური, მაგრამ კიდევ ერთი რაუნდი გვაქვს საცეკვი. კი ბატონო, Let's go. სიამოვნებით გიყურებ. მზად ხარ? მზად ხარ? მუსიკა? Let's go. წავიდა. Hey. Yeah. Let's go. Let's Let's go, let's go, let's go.
დაჩი, let's go, მადლობა ნინი. Let's go, let's go, let's go, let's go, let's go. Woo! Nice. Let's go. Woo! Sami, Ori, madloba dachi, Nia. Let's go, let's go. Let's go, hey! Bauschebo, let's go, let's go! Okay, okay, Sami, Ori, Mauri შევქმნათ. ყოჩახ ბავშვებო, ყოჩახ ძალიან მაგარი ბავშვები ხართ, მაგრამ როგორც ვიცით, ბეთლი არის შეჯიბრი და გამარჯვებულიც ყავს ბეთლს 1. ასე რომ კი, ასე. რა მივიღოთ გადაწყვეტილება? მოდი, რა გავაკეთოთ იცი? მოდი რა ტაშით გამოვავლენოთ, მე მგონი ასე იქნება უკეთესი. შვენიერი იდეა არის, შვენიერი იდეა. დავიწყოთ დაჩით. 3, 2, ვინ ფიქრობს რომ დაჩი გაიმარჯვა? Let's go. კარგი. ეხლა ნია Yeah! და ბოლოს ნინი. მე მგონი გადასარევად გამოჩნდა ვინ გაიმარჯვა. მივხვდით ხო? ვინ გაიმარჯვა? ნეი, გამოაცხადე ვინ გაიმარჯვა. მგონი თქვენ რო გამოაცხადოთ უკეთესი იქნება. სამივემ გაიმარჯვა. აპლოდისმენტები. გილოცავთ ბავშვებო. აბსოლუტურად დამსახურებულად. ნეი, დიდი მადლობა. მადლობა თქვენ პირიქით. ახლა ესე როგორ შეიძლება რომ გაგიშვა. ეხლა აუცილებლად უნდა შემოცუნცულდეს ჩვენთან ყველაზე ჰიპ-ჰოპერი ლოკომოკოს ლომი. Let's go! ცეკვა ხო არ ვასწავლოთ, ცეკვა ხო არ ვასწავლოთ. აუცილებლად. აი, შესანიშნავი ფრისტაილერი ლოკომოკო ყავს, აპლოდისმენტები ლოკომოკოსაც. და მარტო ეს არ არის, რა თქმა უნდა, საჩუქარი, კიდევ საჩუქარი მოემართება თქვენთან. ეს გახლავთ ფაგიო. ეს არის სპეციალური ფაგების ნაკრები, რომელიც იმისთვის არის, რომ თქვენ არ გაცივდეთ და არანაირმა ინფექციამ არ შეგაწუხოთ. დედამ იცის ფაგიო. დიდი მადლობა ბავშვებს, რომლებიც აქ ისხდნენ და განსაკუთრებით ამხნევებდნენ, როგორ ამხნევებდნენ. დიდი მადლობა ნეის. Let's go. მე ხმაურს არ ვიწაღო რა. და რა თქმა უნდა, დიდი მადლობა დაჩი ბუხრაშვილს, ნია ქვრივიშვილს და ნინი ბერაძეს.